დილამშვიდობისა პატარებო მოგესალმებით. თეონა გამარჯობა, ჩვენ წვანე გაკვეთილზე ვართ და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე უნდა გასწავლოთ. მე მგონი რომ გამოგვივა. ვინ იცნობს ამ ბუჩქს ახლა მე გვერდით რომ მიდგა საქმე მეგობარივით. აბა რა ქვია როგორ გონიათ? აბა გაიხსენეთ ვაკის პარკშიც არის. აი ყოჩა. ო ისიც უნდა გითხრათ რომ ბზა საქართველოში იზრდება ველურად, ბუნებრივად. საქართველოს ტყეებში. ზიურშიც არის მართალია, მაგრამ ზიურში დარგო ადამიანმა და ტყეშიც იზრდება საქართველოში. ბუნებაში იზრდება ველურად. და მისი სამშობლო არის საქართველო. და ქვია კიდეც ასე. ბუქსუს კოლხიკა. აი ნახეთ ორი სახელი აქვს. სახელი და გვარი. ეს კოლხიკა არის მისი სახელი. ბუქსუსი არის მისი გვარი. ლათინურად ასე ქვია. და ქართულად ქვია კოლხური ბზა. ეს ძალიან საამაყო ამბავია. ყველგან სადაც არ უნდა დარგას ადამიანმა ბზა, იმ ადამიანმა იცის ალბათ, რომ ბზის სამშობლო საქართველოა. ჩვენს ტყეებში ველურად იზრდება. ისეთი მდიდარი და ლამაზი ქვეყანა გვაქვს, რომ ბევრი რამე ჩვენს ქვეყანაში ისეთი მოდის და იზრდება, რაც სხვაგან არ არის. და ისეთ მცენარეებს, რომლებიც მარტო იმ ერთ კონკრეტულ ადგილას იზრდება, ქვია ენდემური მცენარე. ბზა საქართველოს ენდემური მცენარეა და ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ. იმისთვის რომ გაუფრთხილდეთ, თქვენ უნდა მას იცნობდეთ და უნდა იცოდეთ მისი გამრავლების მეთოდი. ნახეთ, მე ქოთანში მაქვს ახლა აქ. როგორი ფუმფულა, ძალიან ნელა იზრდება ბზა. აი ეს ბზა შეიძლება თქვენზე რომ თქვენ თაგანზე ყველაზე უფროსი იყოს. ყველა თქვენ თაგანზე. ყველაზე უფროსი აქ რამდენი წლისაა? მე 8 წლის ხარ? არა, ეს არის ყველაზე კლასი. ყველაზე დიდია. მესამე კლასელი 8 წლის. ეს ბზა შეიძლება იყოს მასზე უფრო დიდი, 10-ის ალბათ. ეხლა მე თქვენ გასწავლით, თიხის ქოთნები გვაქვს მომზადებული, ნახეთ. პატარ-პატარა თიხის ქოთნები. თეონა მოგვეხმარება რომ გავანაწილოთ ეს თიხის ქოთნები. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან მოგწონთ მიწის გაცრა. აი ნახეთ, ეხლა უნდა გავცრათ ას. აბა რომელი დამეხმარებით? აი, ყველა თეონა, სანამ ეხლა თეონა გააკეთებს თქვენთან ერთად მიწას გაცრის, იმიტომ რომ გაცრილ მიწაში თიხის ქოთანში უნდა ჩავრგათ კალმები, იმისთვის რომ დაფესვიანდეს და გავამრავლოთ. მე მინდა რომ თქვენ აქედან წაიღოთ ყველა ბზა, ჩვენ დღესასწაულიც გვაქვს ქართველებს ქვია ბზობა. და მინდა რომ თქვენი ბზა გქონდეთ. ამასობაში მე ბზის ხეზე მოვაჭრი პატარ-პატარა ტოტებს, ისე რომ ბზის ხე არ დავაზიანო და დაგიმზადებთ კალმებს, რომ გაახაროთ და გაამრავლოთ ბზა. შენ რაღაცა შეკითხვა ქონდა მე მოგწიხელი თუქროა. ბრძანეთ. მაგაში უნდა აი რა კარგი შეკითხვა გაქვს. ყოჩა, შენ ძალიან კარგი რამე შემეკითხე. უნდა ამოარჩიო კენჭი და იმას დააფარო. ეხა შენ. და მე ისე დააყარო მიწა. ყოჩა, შენ ძალიან კაი შეკითხვა დამის. მაგას ბევრი დიდიც ვერ ხვდება მაგას ბევრი. აი შენ წინ დაყარე, შენც ეგ უნდა გეთქვა, შენ ძალიან ჭკვიანი ხარ და იმიტომ. ძალიან თქო, ზურას უყურეთ, ეხლა როგორ გააკეთებს, რომ მე თქვენ სწორად გააკეთებ. მე თქვენ თვითონაც შეგიძლიათ. კიდე ერთ სულ რამეს გასწავლით. კენჭი უნდა მოძებნოთ, კენჭი. კი, აუცილებლად ნახე. მოდი. აი ასე მოვაჭრათ ახლა ჩვენ ბზას. ისე რომ ძალიანაც არ დავაუშნოვოთ. ეხლა და უფრო კენჭები აი აქ იქნება და მეტი ჩაყარე. აი მასე თითით. კი, რამდენიმე ცალი. ან ერთი ცალი აბა. მოდი შენც გინდოდა ხო გაცრა, მედი აბა. მოდი. აი. ერთი ხელით უფრო ადვილია გაცრამი. აბა თქვენ ამასობაში გაცერით ახლა. მე კალმებს დავამზადებ. თუ ვინმეს გაინტერესებს, შეგიძლიათ ამას დააკვირდეთ და შეხედოთ. ქვედაფოთლებს შევაცლი. ნახეთ, აი ამას სულ ყველას გავაცლი. რიჩოდე. ყოჩა. ეხლა გაცრილი მიწით უნდა აავსო შენი ქოთანი. პატარა. აი ასე ირიბად. ზურა მომიტანა ეს ბასრი დანა. ამ ბასრი დანით გავამზადებ პატარა ნერგებს, პატარა კალმებს. რომ თქვენ წაიღოთ და თქვენ სახლებში, თქვენი ფანჯრის რაფაზე დააფესვიანოთ. მერე ზაფხულში, სოფლებში რომ წახვალთ ან აგარაკებზე, შეგიძლიათ წაიღოთ და გადარგათ ეზოში. მოდით აბა. ან ვინმე ვისაც აქვს ეზოიანი სახლი, იმას აჩუქოთ. მე მაქვს კარგად. ორი? შენ დიდარი ყოფილი ხარ, ძა. სახლია და ვიზყვეძია სახლი. მართლა? აი. შენ სამი სახლი გაქვს? ეზოცა გაქვს?
მოგიტანა შენ მიწას მოიწევს. 3. რა კარგია. ეს 3 სახლი და 2 სახლი ძალიან კაია. მაგრამ ისე ადამიანი სახლის გარეშეც იყოს შეიძლება ბედნიერი. ბევრი სახლების გარეშე, იცით? შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ძალიან პატარა სახლში და მაინც ან არ კონდეს ბევრი სახლი. არა აქვს მაგრამ დიდი მნიშვნელობა. მაინც შეიძლება იყოს ადამიანი გახარებული. და თავარი ხო ის არის რომ გახარებული იყო. არა? ეხა იქ წაუღო ბავშვებს მოიწევს. შენ ისე ძალიან გინდა შეგიძლია ჩარგა. ეს ხო პატარა სასწაული იქნება, არ ექნება კალამი, არ ექნება ფესვები და თქვენ სახში გამოიტანს ფესვებს. ხო, თქვენ უნდა მოუაროთ ოღონდ, დააკვირდეთ კარგად. ვის გინდოდათ გაცრა? თუ ძალიან კარგად მოუვლით, წყალს არ მოაკლებთ, არ გამოაშრობთ, მაშინ აუცილებლად აფესვიანდება. ეხლა ძალიან კარგი დროა საამისოდ. აბა ეგ არის მთავარი ეს. გაცრილი მიწით გავსე? კი, აი. კარგია. ყველამ შეავსეთ ეხა ქოთნები. გავსეთ მიდი ქოთნები. მოგიტანთ ეხლა მოიცადე მიწას კიდე. მოგეწონა? ოტები რომ ამასობაში მე თქვენ დაგიმზადეთ კალმები. მე ხარ ამითხარით, იცით? თქვენ ტელეფონებში თამაში უფრო მოგწონთ თუ ასეთი რამე? ასეთი რამე. ოჩა. მაგრამ ტელეფონი მეც მაგრამ მიყვარს, მაგრამ ასეთი რამეებიც კაია. თუ შეიძლება რამდენიმე კალამი რომ აქეთ მივცე ბავშვი. ყველას მიეცით უკვე გავამზადე. ჩვენ ამაზე გვილაპარაკია, რომ თუ ბავშვებს დაუთმობთ დროს, ისინი დიდი სიხარულით დაკავდებიან ასეთი და ამდაგვარი ყველა საქმით. და აღარ ეცლებათ ტელეფონებისთვის. ნუ საყვედურობ ჩვილებს თუ ისინი დიდ დროს ატარებენ გაჯეტებთან და ეკრანებთან. ეს ჩვენი ბრალია. ჩვენ არ ვუთმობთ მათ იმ დროს. ჩვენთვის არის ეს ძალიან მოხერხებული და ამიტომ გამოდის ეს ამბავი ასე. თუ ჩვენ მეტად ვიქნებით ჩვენ შვილებთან დაკავებული, მაშინ მათ არ ექნებათ დრო საამისოდ. თვითონვე ამბობენ და ხო არ მოიტყუებენ რომ ეს ურჩევნიათ სხვა დანარჩენს. ყოჩახშენ, ყოჩახ. ყოველ დღე დაჭირდება ზურა მორწყვა თუ მე მგონი 2 დღეში ერთხელ ეყოფა. თუ ფანჯრის რაფას მზე ძალიან მიუდგება, მაშინ შეიძლება ყოველ დღე გააშროს და ყოველ დღე დაჭირდეს. ეს უნდა გაშინჯოთ თქვენი პატარა თითებით, ნახე? აი ასე დარგული ბზის კალამს უნდა დაადოთ თითი. დილით სკოლაში წასვლამდე. თით რო დაადებ, თუ ეს არის ნესტიანი, აღარ მორწყავთ, თუ გამშრალია, მაშინ მორწყავთ. ბზა ძალიან ნელა იზრდება, მე თქვენ შეიძლება. ბზა ხო ძალიან ნელა იზრდება, ძალიან ნელა. ამიტომ ბზის ტოტები არ უნდა მოვჭრათ და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ბზობის დღესასწაული, რომელიც ახლა გვიახლოვდება და მალე მოდის, ჩვენივე გახარებული ბზებით გავითენოთ, ჩვენივე გახარებული ბზები ვაკურთხებინოთ და წავიღოთ ეკლესიებში. და ბზის ტოტების მოჭრა ძალიან დიდი მავნებლობაა, ძალიან დიდი. და ის ადამიანი, ვინც ამას აკეთებს, ვინც ბზის ტოტებს ჭრის, ცუდი საქციელი და ის ადამიანი ჩვენ დიდად არ უნდა გვიყვარდეს. ვინც ასე ცუდად იქცევა. და ბზის ტოტებს ჭრის, მით უმეტეს ტყეში. სადაც ისედაც უჭირს ბზას. იცით როგორ ავათარი ჩვენი ბზები ტყეში? დაემართათ ავადმყოფობა და ძალიან უჭირთ ტყეში. არა, კონდეს შენი გაზრდილი. გახდო. გაიზარდა უკვე? არა მგონია. არა მგონია. ნახეო ჩემი. ეხლა დავანახოთ ჩვენს მაყურებელს ჩვენი დარგული ბზები და გამოვემშვიდობოთ. ბედნიერი ბზობა უსურვოთ ჩვენს მაყურებელს. თეონა, დიდი მადლობა. პატარებო, დიდი მადლობა რომ მოხვედით. იმედი მაქვს რომ წაიღეთ ბზებს, ფანჯრის რაფებზე დაალაგებთ, გაახარებთ, 2 კვირაში უკვე ფესვები ექნება. ძალიან მაქვს ამის იმედი რომ თქვენ ყურადღებით იქნებით და არ გაგიფუჭდებათ, დააფესვიანეთ. მე როგორც თქვენ უკვე შემპირდით, შემდეგ კვირას ისევ მოდიხართ ჩვენთან, უკვე ბზების დღესასწაული იქნება. კიდე ვილაპარაკოთ ბზებზე და შეპირება უნდა ვიმღეროთ, ხო? აუცილებლად. დღეს არ გვინდა სიმღერა და სხვა დროს აუცილებლად ვიმღეროთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენს მასწავლებლებს. მადლობთ.